ტექნიკა ბავშვების წინააღმდეგ. მეცნიერების დარგებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს სამხედრო ტექნიკამ, ანუ მკვლელობის ხელოვნებამ მიაღწია. სამწუხაროდ ზოგიერთი სამედიცინო გამოგონებაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის საშუალებად, სიკვდილის ხელოვნებად იქცა. მაგალითად ნაყოფის ექოსკოპიას, რომლის მეშვეობითაც ორსულობის პერიოდში ბავშვის განვითარებაზე ხდება დაკვირვება, ხშირად ბავშვის სქესის დასადგენად მიმართავენ. რატომ აინტერესებს მშობლებს წინ და წინ ვინ დაიბადება, გოგო თუ ბიჭი? განაშვილი, მიუხედავად სქესისა, მათთვის ერთნაირად ძვირფასი და საყვარელი არ უნდა იყოს, მაგრამ აქ მშობლების თვითნებობა თავხედურად იჭრება ღვთის განგებაში და ითვისებს უფლებას განაგოს ბავშვის ბედი, ანუ მისი ყოფნა არ ყოფნის საკითხი, იმის დამიხედვით თუ ვისი ყოლა უნდათ. უცნაური პარადოქსია. სამოქალაქო კანონები კრძალავენ ქალის დისკრიმინაციას. აქ კი ნებადართულია ბავშვის მოკვდინება, თუ ის მშობლებისთვის არასასრუელი სქესის იქნება. გამოდის, რომ აქ დისკრიმინაციას კი არა აქვს ადგილი, არამედ სქესობრივი ნიშნით განხორციელებულ გენოციდს, სადაც სქესი დანაშაულია, რომელიც სიკვდილით ისჯება. ამ ცინიკურ და დანაშაულებრივ არჩევანში გოგონები უარეს მდგომარეობაში იმყოფებიან. დიასახლისი, რომელიც ქათმების მოშენებითაა დაკავებული, დედლებს იტოვებს კვერცხის დასადებად, მამლებს კი წვნიან შეუკრავს თავს. აქ კი მშობლები საპირისპიროდ იქცევიან და უმეტესად ბიჭებს ტოვებენ ცოცხალს. ამრიგად, დედები მომავალ დედებს ხოცავენ. ეს კი ერის მომავალში ჩადებული კიდევ ერთი ნაღმია, რადგან შობადობა მაშინ კლებულობს, როცა ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაფარდობა ირღვევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებაში მოქმედებენ ეგრეთ წოდებული ზეკანონები, რომლებიც დედამიწაზე არეგულირებენ ამ თანაფარდობას. მაგალითად, ომების დროს მეტი ვაჟი იბადება, ვიდრე ქალი. განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელმაც მეტი ჯარისკაცი დაკარგა, სანამ ეს თანაფარდობა არ აღდგება. ამრიგად, ნაყოფის ექოსკოპიური გამოკვლევა ხშირად ბავშვისკენ ნასროლ ტყვიად იქცევა. ექოსკოპია, როგორც სქესის პროგნოზი, უკვე ზნეობრივად გაუმართლებელი მოვლენაა. ექიმის კაბინეტში ეწყობა სასამართლო, სადაც ბრალმდებელი ექოსკოპისტი ასაბუთებს ნაყოფის დამნაშავეობას, რომ ის გოგოა, რის შემდეგ მშობლები ტრიბუნალის წევრებივით არ აყოვნებენ ბავშვისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას. ექიმებს, ნაცვლად იმისა, მშობლებს გადაათქმევინონ ეს გადაწყვეტილება, განაჩენის სისრულეში მოჰყავთ. უმეტეს შემთხვევაში კი ამ დანაშაულისკენ თვითონ უბიძგებენ მათ. აქ ძნელია განსაზღვრო, ვინ უფრო ამ აზრზენად იქცევა. თეთრ ხალათში გამოწყობილი დიპლომიანი ექიმი, რომლის ვალია იბრძოლოს თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად, თუ წითელხალათიანი მთვრალი ჯალათი, რომელიც თავის სხვებს უშვერი სიტყვებით ცხრილავს. ამიტომ ექოსკოპია, როგორც სელექციის საზარელი საშუალება, ქრისტიანულ ზნეობასთან შეუთავსებლად უნდა იქნას აღიარებული, რომელმაც შეიძლება ერთი სქესის გადამეტებული სიჭარბე გამოიწვიოს და შესაბამისად დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანოს ერი და კაცობრიობაც. კიდევ ერთი აუბედითი ასპექტი ახლავს ნაყოფის ექოსკოპიურ გამოკვლევას. გამოუცდელი ან უსინდისო ადამიანების ხელში იგი შეიძლება იქცეს არამხოლოდ მცდარი დიაგნოზის მიზეზად, არამედ სპეკულაციის საშუალებად, როცა ფსიქოლოგიური ზეწოლით ქალს აიძულებენ აბორტის გაკეთებას. ამ დროს მომავალ დედას შთააგონებენ, რომ ჩვილი სასიკვდილოდაა განწირული, ან გონჯი და ხეიბარი გამოვა, ან და აშინებენ იმით, რომ მშობიარობა მისთვის საბედისწერო იქნება. ხშირად მომხდარა, როცა მორწმუნე ან უბრალოდ ზნეობრივ ქალს უარი უთქვამს აბორტზე და ეს პროგნოზები არ გამართლებულა, ბავშვი სავსებით ჯანმრთელი დაბადებულა. საკვირველია, რომ ამ შემთხვევაში ექიმს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება და მცდარი დიაგნოზისთვის არ ისჯება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თანამედროვე ადამიანის ზნეობრივ დეგრადაციაზე და მომავალი თაობების ტრაგედიაზე. ქრისტიანისთვის ერთნაირად ძვირფასი უნდა იყოს შვილი, ავადმყოფიც და ჯანმრთელიც. ღმერთი მშობლებს განძივით აბარებს ბავშვს და შემდეგ ამ საბოძვარისთვის პასუხს მოსთხოვს მათ. არათუ ავადმყოფი ბავშვის, მომაკვდავის მოკლაც კი იმ მიზეზით, რომ ტანჯვისაგან გაათავისუფლონ იგი აკრძალულია.
აქ კი ბავშვის ავადმყოფობა აღიქმება არა ოჯახის საერთო უბედურებად, რომელშიც მშობლებიც არიან დამნაშავენი, არა როგორც ბავშვის მიმართ უფრო დიდი სიყვარულის გამოჩენის მიზეზად, არამედ სასიკვდილო განაჩენად. ნუ თუ ბავშვის მკვლელობა მისი შესაძლო ავადმყოფობის გამო განსხვავდება იმ ბოროტმოქმედებისაგან, როდესაც საავადმყოფოს ცეცხლში ბუგავენ უკურნებელი სენით დაავადებულთა თავიდან მოსაცილებლად. ავადმყოფი ბავშვის მკვლელობა რატომ უნდა ჩაითვალოს წინდახედულებად, მეორე შემთხვევა კი საშინელ დანაშაულად. უფალმა მოწყალების მცნებათა შორის ავადმყოფებზე ზრუნვას დაასახელა, რომლის აღსრულებისთვის ადამიანმა შეიძლება მიიღოს ცოდვათა მიტევება და საუკუნო ცხოვრება. ამიტომ თუ ბავშვი ავადმყოფი დაიბადება, მაშინ სნეულის მოვლით მშობლები საკუთარ სახლში შეძლებენ ქრისტეს ცნების შესრულებას და სრულყოფილ სიყვარულში გაწაფვას. ამ მხრივ ბავშვის ავადმყოფობა შეიძლება მთელი ოჯახის ცხონების საშუალებად იქცეს. გაყრის ზღვარზე. მოგმართავთ ჩემი ვაჟიშვილის თხოვნით, რომელსაც ოჯახი აერია. ჰყავს ჯვარდაუწერელი მეუღლე და 2 შვილი. ამ ბოლო დროს ცოლი მუდმივად სკანდალებს უწყობს და ტვინს უბურღავს. ვურჩევ რძალს, ეცადოს ყველაფერში კარგი დაინახოს, რომ საჩუქრები და ევრო რემონტი კი არ ისურვოს, არამედ რაც გააჩნია იმისთვის მადლობდეს უფალს. მესმის რომ დაიღალა. შეიძლება არსებობს კიდეც მიზეზები, რის გამოც ჩემი შვილი საყვედურებს იმსახურებს, მაგრამ ასეთმა მოპყრობამ მოიტანა ის, რისიც მეშინოდა. შვილი ვიღაც ქალს დაუახლოვდა, თავიდან მხოლოდ გულის გადასაყოლებლად, მერე კი უფრო ღრმად შეტოპა და ჭაობში ჩაეფლო. ბავშვები რომ არა, სახლიდან დიდი ხნის წასული იქნებოდა. ის ძალიან განიცდის ამ მდგომარეობას. თუმცა სინანულის შემდეგაც ცოლისკენ გული არ უბრუნდება. ახლა ოჯახში ცხოვრობს, მაგრამ მათი ურთიერთობა არ შეცვლილა. ცოლი შუაღამემდე საქმეს ურჩევს და ძილს არ აცლის. შვილი კი გამთენიისას უნდა ადგეს სამსახურში წასასვლელად. ამ ყველაფრის გამო გული აწუხებს. ეშინია არ შეერყეს ჯანმრთელობა. თხო მოითმინოს. ვიმოდევნებ, რომ ყველაფერი დაალაგდება. ლოცულობ მათთვის. მაგრამ რძალს სინანულის გრძნობაც არ გააჩნია. როცა შვილი ეკლესიაზე უწყებს ლაპარაკს, სექტანტს ეძახის და მისი მოსმენაც არ უნდა. როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა? როგორ მოიქცეს ჩემი ვაჟი, თუ საღამოს სახლში დაბრუნებისას ფეხები უკან რჩება? ჩვენს დროში ოჯახურმა პრობლემებმა იმიტომ მიიღეს ტრაგიკული ხასიათი, რომ ოჯახის შექმნას ადამიანები ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები ხვდებიან. ისინი ხეერიანად არც კი იცნობენ ერთმანეთის ხასიათს და არც ის სიზნელეები აქვთ გაცნობიერებული, რაც ქორწინებას მოჰყვება. ამგვარ შეუღლებაში შეყვარებულობა მალე გადის, ვნება სუსტდება და ოჯახი ერთმანეთის დამონებისა და დამორჩილების საბრძოლო ასპარეზად იქცევა, რის გამოც მათი უმრავლესობა ხუხულასავით ინგრევა. უნდა ითქვას, რომ მეუღლეებს შორის ურთიერთობები არ არის ერთფეროვანი და არც მხოლოდ თეთრი და შავი ზოლებისაგან შედგება. ის ფერთა მრავალ ტონსა და ნიუანსს შეიცავს. ამიტომ საკმაოდ ძნელია სიტუაციის შეფასება და სწორი რჩევის მიცემა, როცა ოჯახში უკვე ბზარები ჩნდება. თქვენ კარგად იქცევით, რომ ცდილობთ შეუნარჩუნოთ შვილს ოჯახი. ასწავლით მხოლოდ კარგის დანახვას და ერთმანეთისადმი მოთმინებას. მაგრამ როგორც ჩანს, მათ შორის დაპირისპირებამ ისეთი ხასიათი მიიღო, რომ უკვე ძნელია მდგომარეობის გამოსწორება. ცოლის გაეკლესიურება დაძალებით არ შეიძლება. ეს მასში მხოლოდ უკურეაქციას და გაბოროტებას გამოიწვევს. ვფიქრობ, რომ ბავშვების გამო შვილმა კიდევ უნდა გააგრძელოს შერიგების მცდელობა. თუმცა შანსები არც ისე დიდია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ორივე მხარეს თავი მართლად მიაჩნია. ამიტომ ახსნა განმარტებები მშვიდობის ნაცვლად ერთმანეთისადმი ბრალდებების წაყენებით მთავრდება. შეიძლება ითქვას, რომ ტალახში ჩაფლულ ურემს ხარები სხვადასხვა მხარეს ეწევიან, ამიტომ ადგილიდან ვერ ზრავენ მას. მეუღლესთან ჯვარდაწერილი ვარ, მაგრამ ოჯახში უთანხმოება გვაქვს. ჩემი აზრით, ქმარი არ ასრულებს იმ როლს, ოჯახის თავს რომ აკისრია. ოჯახის შემოსავლით უზრუნველყოფა მე ამკიდა. თვითონ მხოლოდ უგულოდ მეხმარება. არაფერზე არ უნდა პასუხი აგოს. მე კი პასუხისმგებლობის გრძნობამ დამღალა. არ ვიცი როგორ დავაღწიო თავის შექმნილ სიტუაციას, როგორ აღვადგინო ოჯახში დარღვეული იერარქია.
ქრისთვის რამე საქმის მინდობაც მეშინია. წავალ თუ არა სამუშაოზე, ეგრევე მეგობრებთან ერთად იწყებს სმას. ამასთანავე წარმოუდგენლად ამპარტავანია. იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებ, ამ ბევრს ვითხოვ. იქნებ ეს კუდაბზიკობით მომდის და უბრალოდ მართებს მეტის მოთმენა. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი, რომ ასეთი სიტუაცია აფუჭებს ქმარს და ანგრევს ოჯახს. ხანდახან აზრად მომდის გავეყარო, მაგრამ მაქვს კი ამის უფლება. ამ შემთხვევაში ხომ არ შემიცვლის უფალი ერთ მწუხარებას მეორეთი, თუ კი ამ განსასწრებისაგან შევეცდები თავის დაღწევას. შეეცადეთ უფრო მკაცრად დაელაპარაკოთ მეუღლეს და გააფრთხილოთ, რომ თუ თქვენი მოთმინება ამოიწურება, მაშინ გაცილდებით მას. ვშიშობ, რომ საბოლოოდ შეიძლება მართლაც ასე მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ მეუღლე ისევ გააგრძელებს თქვენს ექსპლუატაციას, მაშინ რჩევა ჰკითხეთ მღვდელს, რომელსაც აბარებთ აღსარებას. ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ამ პრობლემის გადასაწყვეტად მიმართეთ ადგილობრივ მღვდელმთავარს. ჯერ კიდევ სტუდენტობამდე ვიცნობდი ჩემს მეუღლეს. ისე მოხდა, რომ ყველაფერში ვჯობდი. უკეთესად ვსწავლობდი. ბევრ რამეში უკეთ ვერ კვეოდი. ახლა ხელფასიც მეტი მაქვს. 6 წელია რაც დავქორწინდით. ბავშვი 3 წლისაა. მანამდე კი 7 წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ჭამს და კრიჭაში მიდგას, რომ მე არაფერი ვიცი. ყველაფერს ცუდად ვაკეთებ. ის კი ყველაფერში უკეთესად ერკვევა. ხანდახან მოთმინებას ვკარგავ და განქორწინებას ვთავაზობ, თუმცა მესმის, რომ ეს გამოსავალი არ არის. ბავშვი უყვარს და პრინციპში არც ისე ცუდი ადამიანია. როგორც ჩანს, მეუღლეს თქვენდამი შური ამოძრავებს. მის დაუნებურად ის ქალის პოზიციაში ჩადგა და ბუზღუნით ახდენს საკუთარი არასრულფასოვნების კომპენსაციას. ამიტომ ეცადეთ მის წინაშე არ გამოავლინოთ თქვენი უპირატესობა. პირიქით, მიანიჭეთ მას პირველობა. რამეს თუ გეტყვით, მაშინვე დაეთანხმეთ. რასაკვირველია, თუ ეს დაკავშირებული არ იქნება ცოდვასთან. თუ შეიძლება, დამეხმარეთ გავერკვიოთ ჩემს მდგომარეობაში. ვითმინო ქმრისგან მუდმივი მორალური დამცირებები ბავშვის 16 და 18 წლის თანდასწრებით, თუ ხელი ჩავიქნიო და გავცილდე მას. ვიცი, რომ ღმერთი ადამიანს არ უგზავნის ისეთ განსასწრელს, რომელიც მის ძალებს აღემატება. ხვდები, რომ ჩვენი ცოდვებისა და შეცდომების ბრალია ჩვენი აწეწილი ცხოვრება. მაგრამ როგორ ავხსნა ბავშვებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა უყვარდეთ მამა, რომელიც სახლში ნებისმიერი წვიმანის გამო იწყებს ჩხუბს და ღრიალს. ყველაფერს საღიგონებით აკეთებს, რადგან ღვიძლის დაავადების გამო არ სვამს. უკეთესი იქნება, თუ მოთმინებას გამოიჩენთ და მეუღლისგან მიღებულ შეურაცხყოფებს მიაწერთ მის ავადმყოფობას. ღვიძლის დაავადებები მართლაც ცუდი ხასიათითა და გაღიზიანებით გამოირჩევა. ავადმყოფს ნაღველი აწუხებს და ხშირად ბოღმიანი ხდება. გულფი ცხობის შემდეგ ქმარი იქნებ კიდეც ნანობს თავის სიტყვებს, მაგრამ არ შეუძლია დროზე თავის შეკავება. თუ გაეყრებით, შეიძლება სხვა, ბევრად მძიმე განსასწრებში ჩავარდეთ. გარდა ამისა, შვილებისთვის შეიძლება მძიმე ტრავმად იქცეს მშობლების განქორწინება. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ მეტი სატანა აღარ შეგიძლიათ და ოჯახური ცხოვრება უწყვეტ დრამად იქცა, მაშინ რჩევა ჰკითხეთ მოძღვარს, რომელიც თქვენი ცხოვრების ყველა ნიუანსს იცნობს. მართლაც, რომ არც ერთი იარა არ არის გულის ჭრილობაზე უფრო მტკივნეული და არც ერთი ჭირვარამი ისეთი მძიმე, როგორც ოჯახური მწუხარება. ჩემი 39 წლის ქმარი გატაცებულია კომპიუტერული თამაშებით, რაც მისთვის გართობის ერთადერთ საშუალებად იქცა. მთელ თავისუფალ დროს ის თამაშებს უთმობს და ისე ეფლობა ვირტუალურ სამყაროში, რომ მას რეალობად აღიქვამს. ძალიან ფიცხი და ბრაზიანი გახდა. უტიფრად მექცევა, რასაც ადრე არ კადრულობდა. 2 პატარა ბავშვი გვყავს, იმის გამო რომ არ მუშაობ და არც მშობლები მყავს, მთლიანად მასზე ვარ დამოკიდებული. ის კი ამით სარგებლობს და როგორც მოეპრიანება, ისე იქცევა. ყველაფერს ვითმენ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდა. არც ვშორდებით, მაგრამ პრაქტიკულად არც ველაპარაკებით ერთმანეთს. გაუთავებლად ვჩხუბობთ. თავის დროზე მეუღლეს არაკორექტულად ვექცეოდი. პატარა ბავშვი მყავდა, შემდეგ მეორე გაჩნდა, ვიღლებოდი, ადვილად ვღიზიანდებოდი, მთელ ყურადღებას ბავშვებს ვუთმობდი.
პატარა მიზეზის გამოც კი ვკარგავდი წონასწორობას. ახლა როგორ მოვიქცე არ ვიცი. რა ვუყო ჩემი ქვის კომპიუტერზე დამოკიდებულებას და შესაძლებელია თუ არა ოჯახში რამის გამოსწორება. როგორ დავიბრუნო ქვის სიყვარული და პატივისცემა. კომპიუტერული თამაშებით გატაცება ნარკოტიკების მსგავსად ადამიანში იწვევს გონებრივ და ზნეობრივ დეგრადაციას. ამიტომ თქვენი ქვის კომპიუტერზე დამოკიდებულებას ისე უნდა უყუროთ, როგორც ძნელად განსაკურნებელ დაავადებას. ოჯახურ უთანხმოებებს, ემოციურ სიცივესა და ყოფით სინამდვილეს თქვენი მეუღლე თამაშების ვირტუალურ სამყაროში ემალება. მისი განკურნების ერთ-ერთი საშუალება თქვენი მისდამი სიყვარულია. ამიტომ, თუ შეგიძლიათ შეცვალეთ მის მიმართ დამოკიდებულება, აგრძნობინეთ ოჯახის სითბო და სიყვარული. მაშინ მას აღარ მოუნდება ილუზორულ სამყაროში გაქცევა, სადაც მისი სული პოულობს თავს შესაფარს. თქვენი ოჯახის სიტუაცია, როცა ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობს და არ ელაპარაკება ერთმანეთს, მართლაც რომ აუტანელია და შეიძლება გაჭიანურებულ სტრესადაც იქცეს. ასეთ პირობებში ადამიანი საკუთარ სახლში უცხოდ და ზედმეტად გრძნობს თავს. ხატოვნად რომ ვთქვათ, თქვენმა ქმარმა კომპიუტერში, როგორც უსახლკარომ ვიღაცის სხვენზე, დაიდო ბინა. მაგრამ ლოცვითა და მოთმინებით ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ქვის პატივისცემა რომ დაიბრუნოთ, თავად უნდა ისწავლოთ მისი პატივისცემა. ქმარს რომ უყვარდეთ, საჭიროა დაუბრუნოთ მას ის სიყვარული, რომლითაც ის თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლებში გიყვარდათ. მეუღლესთან 20 წელია ვცხოვრობ. ყავს 2 შვილი, ჯვარდაწერილებიც ვართ. ქმარს მუშაობა არ უნდა. მიაჩნია, რომ ეს ამაოებაა, რომელიც ადამიანის ყურადღებას ადუნებს და ხელს უშლის სულის ცხონებას. ერთხელ მან სცადა საკუთარი საქმის წამოწყება. კრედიტიც აიღო, მაგრამ როგორც კი პირველი მარცხი იწვნია, საქმიანობა მიატოვა. მატერიალურ საზრუნავთა სიმძიმე, მათ შორის ეს კრედიტიც ჩემს მხრებს დააწვა. ამიტომ ბევრს ვმუშაობ და ვიღლები. ქმარი კი მსაყვედურობს, რომ ოჯახზე მეტად სამსახურზე ვზრუნავ. თუმცა ვცდილობ სახლში ყველაფერი მოვასწრო. სადილების კეთებაც მიყვარს. როდესაც ვთხოვ სამსახური მოძებნოს, მე რომ ნაკლები ვიმუშაო, იწყებს ჩემს დამცირებას, უშვერი სიტყვებით გინებას და ცემას. ეს ხშირად ხდება, თანაც ბავშვების თანდასწრებით, რაც საერთოდ არ აწუხებს მას. მისი აზროვნების შეცვლა შეუძლებელია, რადგან ცალსახად მიაჩნია, რომ ცოლი მხოლოდ ქვის უუფლებო მონაა. ბავშვები ხედავენ, რომ მამა არ შრომობს. მათთვის ეს რა მაგალითი იქნება? მორალურად და ფიზიკურად ძალიან მიჭირს. არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო მომავალში, ძალები მელევა. ეცადეთ ერთი თვის მანძილზე იკითხოთ წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დაუჯდომელი. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მაშინ აიღეთ კურთხევა იმ მღვდლისაგან, ვისაც აღსარებას აბარებთ და მოსთხოვეთ მეუღლეს განქორწინება. რასაკვირველია, განქორწინება უკიდურესი საშუალებაა და ქირურგიულ ოპერაციას წააგავს. ამიტომ, ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამდეთ, საჭიროა რეალურად შეაფასოთ თქვენი ძალები და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. ჩემი მეუღლე უკვე რამდენიმე წელია ეზოთერიკოს კასტანედას სწავლებითაა გატაცებული. ხანდახან მართლმადიდებლურ ტაძარშიც დადის, მაგრამ აღარ ეზიარება. პერიოდულად ჩვენი მიტოვება და ოჯახიდან წასვლა უნდება. ამას წინათ დიდ შაბათსაც განაცხადა წასვლის შესახებ. თანაც დაამატა, რომ ვეზიზღები და საერთოდ არ ამისჭირდება. 2 კვირის მანძილზე მთელი ოჯახი, ჯვარდაწეილები ვართ და გვყავს 3 ვაჟი, დაგზაფრა და გაგვაწამა. ჩემს თხოვნაზე ეკლესიაში წავიდეს, პასუხობს, რომ ნებისმიერ ტაძარში წავა, ოღონდ არა იქ, სადაც მე დავდივარ. შეძლების და გვარად ვლოცულობ, მეგობრებსაც ვთხოვე ლოცვა და აი რამდენიმე დღის წინ შევძელით შერიგება, მაგრამ სულში მაინც შფოთი მაქვს, რადგან ჩემი მეუღლე შინაგანად სრულებით არ იცვლება. მირჩიეთ, როგორ ვილოცო მისთვის. თუ ცოტა ხნის წინ მართლმადიდებლობის პირველი მტერი ათეიზმი იყო, ახლა მას უფრო საშიში მტერი, მრავალთავიანი ჰიდრას მსგავსი ოკულტიზმი გამოუჩნდა. ქრისტიანობა ბევრს ითხოვს ადამიანისგან, ცოდვასთან ბრძოლას, ნებების წინააღმდგომას, საკუთარი თავის შეცვლას. ოკულტიზმი კი, რომელსაც კასტანედას სისტემაც მიეკუთვნება, ცოტას ითხოვს და ბევრს პირდება.
ადამიანისთვის არ არის საჭირო უნებებთან და პირველ რიგში ამ პარტავნებასთან ბრძოლა. მას შეუძლია იცხოვროს როგორც უნდა, შინაგანი ცვლილებების გარეშე. ოკულტიზმი კარგად მოერგო ვნებიანი ჰედონიზმითა და ჭყეტელა რეკლამებით გაჟღენთილ ჩვენს თანამედროვეობას. რაც შეეხება თქვენს მეუღლეს, საჭიროა რომ მან არა მარტო გონებით, გულითაც იგრძნოს ოკულტიზმის დამღუპველობა, რადგან გონება იოლად ტყუდება, გული კი არა. მის სახელზე ყოველდღიურად იკითხეთ სახარება, თუნდაც ერთი თავი და 40-ჯერ თქვით ღვთისმშობლის ლოცვა, თვისშობილო ქალწულო გიხაროდენ. ეცადეთ სახლში ხშირად ასხუროთ ნაკურთხი წყალი. იკითხეთ წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავრის დაუჯდომელი და მეუღლისთვის, როგორც დემონის კლანჭებში მყოფისათვის, ევედრეთ უფალს. უკვე მრავალი წელია ვლოცულობ, რომ ღმერთმა გამოასწორეს ჩემი ნარკომანი მეუღლე. მოწვრის კურთხევით ყოველ კვირას ვეზიარები. დღესასწაულებზე მის სახელზე მოწყალებას ვარიგებ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება. მისჩიეთ როგორ მოვიქცე. განვაგრძო ლოცვა, თუ შევეგუო ჩემს ჯვარს და მადლობა შევწირო ღმერთს ამ სასჯელისთვის, რომელიც ჩემი ცოდვებისთვის მომეწია. გირჩევთ მეუღლისთვის კვირაში ერთხელ მაინც, იკითხოთ თქვენი მფარველი წმინდანის დაუჯდომელი. მოცემული ჯვრისთვის კი უნდა მადლობდეთ უფალს, რადგან ღვთისგანგებას, რომელიც ჩვენთვის მიუწვდომელია, ყოველთვის სურს ჩვენი სიკეთე და ცხონება. მეუღლეს მის სენითაა შეპყრობილი. კითხულობ ღვთისმშობლის დაუჯდომელს, ლოცულობ, რომ ღმერთმა იხსნას ამ დაავადებისაგან. უსნაური რამ შევნიშნე, როცა ის მას ანებებს თავს, მე მეწყება ძლიერი თავბროსხვევები და მიჩნდება ალკოჰოლური თრობის სიმპტომები, თუმცა საერთოდ არ ვეკარები სასმელს. ექიმები მეუბნებიან, რომ ფიზიკური თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში მაქვს და მიზეზი ალბათ ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ღირს თუ არა გავიარო მართლმადიდებელ ფსიქოლოგთან კონსულტაცია. ეს მდგომარეობა უფრო ბნელი ძალების შურის ძიებას გავს. მათთვის აუტანელია თქვენ რომ მეუღლისთვის ლოცულობთ. ეს კი იმის ნიშანია, რომ ღმერთისთვის თქვენი ლოცვა სათნო და მისაღებია. რაც შეეხება ფსიქოლოგებს, მათ თავიანთი სისტემებით არ ხელეწიფებათ დემონურ ძალასთან ბრძოლა. გირჩევთ ეკლესიაში 40 დღიან ლოცვაზე შეიტანოთ თქვენი სახელი მოსახსენებლად.